მას დიდი ხანია მსოფლიო დონის ბანს უწოდებენ. პაატა ბურჭულაძე დღეს მსოფლიოს ყველა ცნობილ სცენაზე გამოდის. ცნობილ დირიჟორებთან ერთად ასრულებს ბანის რეპერტუარის ყველა მთავარ და ცნობილ პარტიას. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის, ისე როგორც საოპერო ხელოვნების მოყვარულთათვის, მაინც ბორის გოდუნოვია, რომლის შესრულებითაც პაატა ბურჭულაძემ როგორც არაერთხელ აღნიშნავენ, შალიაპინის ტრადიცია აღორძინა. მონუმენტურობით გამორჩეული ეს პარტია, რომელიც ბანისთვის სამარკოდ ითვლება, ოპერის მოყვარულებს დღემდე შოკში აგდებს. ამავე პარტიის შესრულებით პაატა ბურჭულაძემ გოდუნოვის ცნობილი ინტერპრეტატორების, შალიაპინის, პიროგოვისა და მიხაილოვის ტრადიციაც გააგრძელა. კოვენტ-გარდენში ვერდის აიდაში რამფისის როლის შესრულებით ამ დროს კი მისი სასცენო პარტნიორები ლუჩანო პავაროტი და კატია რიჩარელი იყვნენ, პაატა ბურჭულაძის კარიერა დაიწყო. არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჰერბერტ ფონ კარაიანის მიწვევით ზალცბურგის ფესტივალზე დონ ჟუანში კომანდორის პარტიაც. ამის შემდეგ იგი არა მხოლოდ ლასკალაში მღერის, არამედ კოვენტ-გარდენში, მეტროპოლიტენში, შტატს ოპერასა და სხვა სცენებზე. ხელოვანს არაფერი არ უნდა აღელვებდეს გარდა სცენისა. მას უნდა კონდეს ყველა ხელის შეწყობა. აი ზუსტად ეს არის ჩვენ თეატრში საჭირო, რომ დღეს მოხდეს, რომ ხელოვანმა იფიქროს მარტო სცენაზე გამოსასვლელად. მას სხვა პრობლემა უკვე ცხოვრებისეული პრობლემები არ უნდა კონდეს. და არ არის ეს მარტო თანხასთან გამოწვეული, ეს არის მისი ოჯახური პრობლემები, ეს არის ჯანმრთელობა, რაღაცა ეგეთი რაღაც. დღესდღეობით ყველაფერი რიგზეა. იყო პრობლემები, ძალიან დიდი პრობლემა იყო, რაც არ შეიძლება რომ არ ემოქმედა თქვათ ხელოვნებაზე. და სცენური იმაზე, რა თქმა უნდა, ღმერთის წყალობით გამოვწვევით მაქედან. ერთ დროს იმასაც ეუბნებოდნენ, რომ ბანისთვის ოქროს პერიოდი 40 წლის შემდეგ იწყება. მას შემდეგ, რაც ამ ასაკს მიაღწია, მიხვდა, რომ ეს სიმართლეა. ასე ფიქრობს დღემდე პაატა ბურჭულაძე, რომელიც წარმატებით მღერის იტალიურად, ფრანგულად, რუსულად და ძალიან არ უყვარს გერმანულად რომელიმე პარტიის შესრულება და რომელსაც სხვა მომღერლებისგან განსხვავებით ყელის პირადი ექიმი ნამდვილად არ ჰყავს. იმდენ სერიოზულად გერმანულ ტექსტს ეს უკვე ხელს მიშლის მე და თქვა შეშურს გერმანული პარტია მე არასდროს კარგად არ გამოსვლია. და იმდენად კარგად არ გამომდეს, რომ უკვე ვარც ვიძახი მათ სიმღერას. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცნობილი საოპერო მომღერლები ამავე თეატრში მიმდინარე მოვლენებს დადებითად აფასებენ. მათ შორისაა პაატა ბურჭულაძეც, რომელიც თვლის, რომ მართალია იდეალურობამდე ოპერისა და ბალეტის თეატრს ბევრი აკლია, თუმცა სწორი რეპერტუარის შერჩევით ყველაფერი მალე გამოსწორდება. ოპერის თეატრის განვითარების ვრცელ ჯაჭვში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი სწორედ პაატა ბურჭულაძეა, რომლის საქველმოქმედო ფონდ იავნანას ეგიდით ოპერაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საღამო ჩატარდა. ახლახან ქართველი ბანის მოწვევით აქ დიდი თეატრის სოლისტებით ჩამოვიდნენ. ხანდახან ზედმეტი დახმარება უშლის ხელს. შორიდან ძალიან ძნელია გაიგო საზოგადოებრივ ვარ ფაქტიურად თვეში 29 დღე თუ არა 31 დღიანი 2 დღე ვარ თბილისში, მაგრამ ძალიან ძნელია გაიგო თუ რა უჭერს თეატრს. ისინი დღევანდელი ხელმძღვანელობა დავითი და ზაზა ის ხალხია, რომლებიც ყოველდღე ამ პრობლემების წინაშე დგანან და ისე რომ მე ველოდები ზუსტად აი მომენტს, როდესაც რამეში მე ვჭირდები მათ და მე რა თქმა უნდა გვერდში ვდგები. მის კარიერაში ერთ-ერთი მთავარი რგოლი ჯანსუღ კახიძე იყო, რომლის ხელმძღვანელობით დადგმული ბორის გოდუნოვი და დონ ჟუანი პაატა ბურჭულაძის სარეპერტუარო იერარქიაში მოწინავე პოზიციებზე დღემდე რჩება. დღეს ყველაზე მეტად მისი წარმატებული კარიერის შესახებ საუბრობენ. ამას იგი უკვე მიეჩვია. თუმცა მსოფლიო ბანი იმასაც ამბობს, რომ ხანდახან ზედმეტი ყურადღება მისთვის ცოტა რთული გადასატანია. სხვათა შორის რამდენად მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ხშირად მას სასცენო კოსტიუმთან შეგუებაც კი უჭირს. გრძნობ რომ ყველა თვალე გიყურებს და ან თავისუფლად არ ახარ, ან ხარ თავისუფლად და ცდილობ რომ ამაზად გამოჩდე, თქვათ რომ თქვათ კარგად რაც არ კონდეს განმოტრიალება. რა ვიცი, ძალიან ის არის, ერთხელ ხო ძალიან თითქოს სასიამოვნო და იყოს, მეორე მხრივ ცოტათი ძნელი სუხარ შებორკილი ხარ. ღმერთმა არ აკნას, როდესაც ცუდად გნობ თავს, მე ყველაფერი გიშლის. ხანდახან ბაბთა გიშლის, ეს კონცერტის დროს შეიხსნი, ხანდახან აქ რაღაცა მოგიჭერს და რა თუ კარგად გნობ თავს, არაფერი არ უშლის. პაატა ბურჭულაძის ერთი დღე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სპექტაკლი აქვს, ასეთი დღეები კი თვეში არაერთია, ყოველთვის განსაკუთრებულია. ბანის დღის გეგმა აუცილებლად გულისხმობს რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს. ყველაზე ძნელი არის დილა, როდესაც აღამო სპექტაკლია. ჩემთვის ესეა.
რომ მთელი დღე მაინც მოსამზადებელი ხარ და მთელი დღე ფიქრობ პარტიაზე, მთელი დღე ფიქრობ როგორ იგზნობ საღამოს თავს, იმიტომ რომ დილას როგორც გზნობ, ასე არ გზნობ კაცი საღამოს თავს. ფიქრობ აი ეს მე რატომღაც ეს ცუდი აზრები მომდის თავში, რომ ვთქვათ ეს არ შემეშალოს, ხო ვიცი უკვე საღამოს რა სპექტაკლში, ეს არ შემეშალოს, სიტყვები აქ სწორად გამოთქვა, ეს ზუსტად მოხდეს იმაში, სუნთქვაზე ყველაფერი იყოს ნამღერის პროფესიონალი. ყველაზე ადვილია ბოლო 5 წუთი. როგზნობ რო ყველაფერი კარგად არის და ელოდები ერთ სული გაქვს სცენაზე გაცნო. რა თქმა უნდა, პირჩვარს გადაეცა და გადახარ სცენაზე. ერთი გენიალური რამე მოხდა. ნოდარ დუმბაძესთან შევიდა მისი მეზობლის ბავშვი. და ბატონ ნოდარს დიდი ხატი ესა ჯვარი ეკიდა საწყობთან. და ეს მეზობლის ბავშვი იყო საკმაოდ დიდი პარტიული მუშაკის შვილი. და ეუბნება ბატონ ნოდარ, თქვენ ცრუმორწმუნე ხართო და შვილო მე მორწმუნე ვარ და ცრუმორწმუნე მამა შენია ვთქვი. რაღაცა არის ისეთი ხანდახან მე რაღაცნაირი თვალის და რაღაც ისა, მაგის საწინააღმდეგოდ მაქვს რაღაცები. ჯიბით ყოველთვის 7 გზის ლოცვანს ატარებს, რომელსაც გარეკანი უკვე გაუცდა. რაც შეეხება ლიტერატურას კითხვისთვის დრო, საერთოდ არ რჩება. ამბობს, რომ რაც მოასწრო, უკვე წავიკითხა. ახლა ამისთვის ნამდვილად ვერ იცლის. ზუსტად არ ახსოვს მნიშვნელოვანი პარტიების რაოდენობა, თუმცა მათგან უმეტესობა, რომ ლასკალა სცენაზე აქვს შესრულებული, ნამდვილად იცის. ასეთი რიტმისა და რეჟიმის გამო მას დიდი ხანია, რაც დაგეგმილ ცხოვრებასთან შეგუება მოუწია. თვითფრინავს ისე მივეჩვია, რომ თქვა ორი კვირა თუ არსად არ გავფრინდი დამცველობ თავს. ამიტომ ყველა ძალიან ხშირად მიწევს გზავრობა. ხშირად მენატრება, რა თქმა უნდა, აი ესეთი მეგობრულად დაჯდომა სიწყნარის სიმშვიდეში, რაც ფაქტიურად უკვე აი საქართველოს ჩემი ჩამოსვლის დროს უკვე ვეღარ ხერხდება. თბილისში თვეში ერთხელ მაინც ჩამოდის. აქ მისთვის მთავარი საქველმოქმედო ფონდი იამნანაა, რომლის ოფისიც მის სახლში აი ამ ოთახშია განთავსებული. როგორც ამბობს, მხოლოდ დროებით. ამავე ოთახში იგი ფონდის პროექტების ფორმალურ და არაფორმალურ საკითხებს აგვარებს და ყველაფერს ასწრებს. თავისუფალ დროს კი თუ კი ასეთი საერთოდ აქვს, ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. კარგი და ყურადღებიანი მასპინძელია. ისე კი ოპერის გამო იგი საკმაოდ ბევრ რამეს შეელია. სამწუხაროდ ჩემთვის ყველაზე საყვარელი რამ ის არის მაგალითად 1-3-4 თეატრე ღვინის დალევა არ შეიძლება მეგობრებთან ქეიფი. და მე ეს 3 დღით ადრე და 4 და თუ ჩავთვლით რომ ყველა მესამე დღეს მე სპექტაკლი მაქვს, ჩათვალეთ რომ ხანდახან 6 თუ 7 თუ ისე გავა რომ ასე და მაგრამ პრინციპში ერთი თვითწყნარეთ, თასო საზოგადოებრივ მაინც ეს მე არ მიწევს, მეგობრები მაინც თბილისში მყავს. აქვს თვისებები, რომლებიც თავადვე არ მოსწონს. მათ შორის ის, რომ ყველა საქმე ზედმეტი პასუხისმგებლობით ეკიდება. აქ მისი სასცენო პარტიებიც იგულისხმება. მისივე აზრით, ოპერის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ის არის, რომ სცენაზე მომღერლებს შორის შეჯიბრი მიმდინარეობს. ეს კი სწორედ ის არის, რაც მაყურებელს ყველაზე მეტად მოსწონს. თუმცა ეს ის შეჯიბრი არ არის, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება გამარჯვებული. რაც უფრო კარგი და დიდი მომღერალი პარტნიორი ყავს გვერდში, მით უფრო კარგად ჩანხარ შენ. და ეს მე პირველად შევიგზავნი, როდესაც ლუჩიანო პავაროტი მე წამიყვანა თან მატარებდა, როდესაც მე ვიწყებდი ჩემს კარიერას, მან ძალიან გვერდში ძალიან დიდი დახმარება გამომიწია და აი ცდილობდა რომ სულ ყველანი მას ყოლოდა გვერდში. აი ასეთ მომღერლებთან ერთად გვერდში რო დგახარ, რატომ იყო ხა მე მაგალითად ჩემი პირველი გასტროლი ლონდონში, უცებ გაიჟღერა ჩემს სახელმწიფო გვარმა. სულ ახალგაზრდა ბიჭი კაციშვილი არ მიცნობდა. აღვნიშნე ლუჩიანო პავაროტისთან, კაცი რიჩარდთან, ზუბინ მეტას დირიჟორობით აი ამ სპექტაკლში. და აი ზუსტად მაგიტომაც მოხდა. მე რომ უბრალო მომღერლების გვერდში მიჩნდარიყავი, არაფერი არ მოხდებოდა.
ამბობს, რომ თითქმის ყველა პარტია შეასრულა, რომელიც მისთვის საინტერესოა. თუმცა ასევე საინტერესო პარტიები მას კიდევ მრავლად აქვს შესასრულებელი. ამბობს იმასაც, რომ ყოველთვის აუცილებელია სცენაზე ბოლომდე დახარჯვა. ეს იმის მიუხედავად, ესმის პუბლიკას მუსიკა თუ არა. თვლის, რომ თუ სცენაზე ნამდვილი ხელოვნებაა, მის გამსმენელი ყოველთვის აღფრთოვანებულია. რთულია ყველა. თუ კარგად არ მოემზადებით, ადვილია ყველა თუ კარგად მოემზადებით და შეასრულებთ. აი ეს არის ზუსტად ხელოვნის ის რომ ის უნდა მომზადებული იყოს. მე უფრო ესეთი პარტიები არ მიხდება, სადაც რბილი სიმღერა საჭირო, უფრო სადაც ეროიკული. და ესეთი პარტიები, რა თქმა უნდა, მეფისტოფელი, ბოიტოსი ან ფაუსტი გონოსი. აი ეს არის ჩემი საყვარელი პარტია. და რაც შეეხება მომავალში ძალიან საინტერესო პარტიები, რომელიც მე ჯერ არ შემისრულებელი. ეს არის ორი რუსული ოპერა, ეს არის ომი და მშვიდობა, რომელიც დეკემბერში როსტროპოვიჩის დირიჟორობით დიდ თეატრში ვარ მიმიწვეული და ძალიან მიხარია, რომ აი ესეთ სცენაზე მე პირველად კუტუზოვის პარტია შევასრულე. შემდეგ მეტროპოლიტენში მაქვს ორი ახალი ოპერა, ესე ჯოკონდა, პონკიელის და მაზება ჩაიკოვსკის, რომელიც აი მართლა ძალიან ძნელი და ძალიან მნიშვნელოვანი პარტიაა და მე ვემზადები ჯერ კიდე იმდენი ახალი სასწავლი.